გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მე მესალმებით სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ამ წვიმიან ამინდში, წვიმს, წუხელის მთელი ღამე წვიმდა საქართველოში და განწყობაც რაღაც ის ცოტა ნოსტალგიური, ცოტა სევდიანი და ნახოთ ესეთი თემა ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ პიროვნებას, გვექნება სამი ვარიანტი. წინა ისტორიას წავიკითხავ, ვისა ვერსას ეშბაკი, რაღაც კარმული ურთიერთობა მოგვივა ქუეჭველი რომელიღაც ვარიანტში, ვისა ვერსას დასტაზე ორმხრიანი დასტას პერანგი არ გააჩნია, ვნახოთ წინა ისტორია, ვინ ჩაიფიქრეთ და ვნახოთ მერე ცეცხლოვან დასტაზე, ცეცხლოვანი გული, ცეცხლოვანი ფიქრები. მოკლედ, ბევრნაირად შეიძლება ამ დასტას ვუწოდოთ. ნახოთ რას გრძნობს, ან ვენატრებით თუ არა თუ შემორჩა რაიმე გრძნობა თქვენს მიმართ ამ პიროვნებას. ნახოთ სამი ვარიანტია ესე ამოვიღებ, როგორც ჩვევია ხოლმე. და სიგნიფიკაცია დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ანუ წინა ისტორია, აქ პერანგი რა თქმა უნდა არ აქვს დასტას და ჩანს კარტი, მაგრამ როგორც მჩვევია, გადმოვაბრუნებ. აქ უკვე ვიც ამ დასტასთან აპირებს მუშაობას, ან მოსწონს, ან შეძენას დააპირებს, იცოდეთ რომ მუშაობის პროცესში არ უნდა უყუროთ ზედა მხარეს, ანუ როგორც გაქვთ ხელი ნაჩვევი, ჩვეულებრივი დასტასთან მუშაობისას იღებთ კარტს და აბრუნებთ, როგორც ზოგადად აკეთებთ, ხო? და აქედან გამომდინარე გამოგივოთ სწორად გაშლა. და აჩეხვის დროს შეგიძლიათ ესე გადმოვაბრუნოთ, რომ აირიოს კარგად. და ვნახოთ, დავიწყოთ პირველი ვარიანტის განხილვა. რა ხდება დღეს თქვენ შორის, ან რა მოხდა რაღაცა ინფორმაციის გამო. კარგად დაწყებული ურთიერთობა, წარმატებით წამოწყებული საერთო გეგმები, მიზნები, იყო ყველაფერი ლამაზად, რომანტიულად, ემოციები თანდათან ვითარდებოდა, პაჟიდან ხედავთ მეფეში გადადის პირდაპირ, მაგრამ მოხდა კონფლიქტი თქვენ შორის, კონფლიქტი მოხდა არასწორი ინფორმაციის გამო, აი ორი მხარე, ჩრდილოვანი მხარე აქ ცეცხლის პაჟის შემოკარგებოდა. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია იყო არასწორი, ან რაიმე ნათქვამი არასწორად გაგებული, მოხდა თქვენ შორის კამათი, კონფლიქტი, ვინაჯობებდა ამ კონფლიქტში, ალბათ აი ამაზეც იყო ლაპარაკი, სამაგიეროს გადახდასავით რა, შენ ამდენი მითხარი, მე ამდენს გეტყვი და რომ არავინ ართმობს და ენერგეტიკულადაც და ფსიქოტიპითაც ერთმანეთის ტოლსწორი ორი ადამიანი არც ერთი არ თმობს, თუ თმობს ორივე თმობს და ასე შემდეგ. თანაბარი პიროვნება, პიროვნულად, ემოციურად, ენერგეტიკულად ორი თანაბარი ადამიანი შეეჯახა ერთმანეთს და ბანალური, არასწორად გაგებული ინფორმაციის გამო და დღეს რა თქმა უნდა, თქვენ შორის არის ამ პაუზა, ამ განშორება ვნახოთ. პაუზა არის ჩემოკარგებო, რაღაც ბარიერებია თქვენ შორის და ეს პაუზა უკვე ძალიან გიმძიმთ თქვენს და ალბათ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანსაც და აი რაღაცა მომენტი თითქოს ვერ ნახეთ საიმისო, რომ მოხდეს თქვენი ისევ ხელახლა დაკავშირება, ხელახლა შეერთება, ასე ვთქვათ. ორივე ერთმანეთს უმალავს თავის ემოციების და გრძნობების შესახებ, ორივე მალავს როგორ უჭირს ეს პაუზა, ეს დუმილი და ვნახოთ რას გრძნობს თქვენს მიმართ ჩაფიქრებული ადამიანი ენატრებით თუ არა. ჩემოკარგებო ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ძალიან განიცდის, თითქოს გამოვალი სიტუაცია აქვს, სხვა გამოსავალი არ მაქვსო, შეიძლება რაღაც აი ამ თქვენი ერთად არ ყოფნის პერიოდში ეს პიროვნება გადაადგილდა ტერიტორიულად, ანუ ფიზიკურად თქვენი ნახვის საშუალება არ აქვს, ან თქვენ ცხელგულზე შეიძლება დაბლოკეთ ყველა სოციალურ ქსელში და
არ უშვებთ თქვენამდე და ეს ბარიერიც მისთვის ძალიან რთული გადასალახია, როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში ძალიან განიცდის, გამოუვალ მდგომარეობაში ვარო, მაგრამ კითხვაზე პასუხი ენატრებით თუ არა, ის საშინლად ენატრებით და ელოდება რაღაც მომენტს, ელოდება, არ ვიცი, ყველასთვის იქნება ინდივიდუალური, ზოგი ელოდება, თქვათ, შესაფერის დროს, ზოგი ელოდება პირიქით, როდის გადადგავთ თქვენ პირველ ნაბიჯს და ასე შემდეგ, ყველასთვის იქნება სხვადასხვა სიტუაცია, სხვადასხვანაირად რეზონირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ენატრებით, ძალიან განიცდის და ელოდება შესაფერის დროს. იქნებ დაძახება სჭირდებოდეს უბრალოდ. ნახოთ მეორე ვარიანტი, როგორც თავიდან მაჩვენა დასტამ, დასტის თავზე ეშმაკი აღმოჩნდა და კარმული ისტორიაზე იქნება ლაპარაკი, მეთქი განკითხვის დღე ზუსტად ამას გვეუბნება და როგორც წესი გადმოვაბრუნებ კარტს, განვიხილავთ აი ამ მხრიდან. როგორც ჩანს, მართლაც კარბულ ისტორიასთან გვაქვს საქმე. ეს პიროვნება თქვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უმნიშვნელოვანი ის შეიძლება ასეც ითქვას, რადგან ამ ადამიანის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა თქვენი ცხოვრება და იცვლება. აქ უფრო განვლილ ეტაპზეა ლაპარაკი. აი დასტა ესე რო ყოფილიყო კარტი, ესე რო ამომეღო დამოვატრიალებდი, როგორც ჩვევია, მაშინ ჯერ კიდევ გასავლელ გზაზე იქნებოდა ლაპარაკი. აქ უდაბნოა, აქ არიციან საითმიდიან, უწყლოობა და ასე შემდეგ. ნუ არ მომდები ხა მთელ დიდ დროს არ წაგართმევთ კარტის განხილვაში, მაგრამ აქ უკვე გავლილია გზა, ისტორია და მიდიან წარსდგებიან უკვე მთავარანგელოზის წინაშე და უნდა მოხდეს გასამართლება მათი ქმედებების და მათი განვლილი ცხოვრების. ანუ ყველაფერი უკვე უკან არის, რთული ეტაპი უკან დარჩა, გაიარეთ თქვენ ეს ისტორია, ისწავლეთ ავის და კარგის გარჩევა და ასე შემდეგ. ვნახოთ კიდე რას გვეტყვიან. დიახ, ჩემო კარგებო, აქ ნამდვილად კარმულ ისტორიაზეა ლაპარაკი, ბევრი იმედგაცრუება, ბევრი ტკივილი, ხმლები 7-იანი, ჩემო კარგებო, როგორც მოგეხსენებათ ჩემო მიმაყურებელს, ხშირად ვამბობ ამ კარტზე, რომ ეს არის ყველაზე ნეგატიური კარტი ალბათ მთელ დასტასში. ტყუილი, ღალატი, ინტრიგა, გორდობა და ასე შემდეგ. და აქ არის ლაპარაკი ძალიან დიდი ხნის ურთიერთობაზე, ან შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში იყოს კანონიერი ქორწინება, ყოფილიყო, ან დიდი ხნის თანაცხოვრება და შეიძლება წლების განმავლობაში შეყვარებულობის ეტაპი და შეხვედრები, ჩემო კარგებო, მაგრამ ამ დროს იყო ძალიან ბევრი ღალატი, ძალიან ბევრი ტყუილი, გადმომიხტა კარტი, აპათიის კარტი, უინტერესობის კარტი, ზოგადად აი ისეთი შეგრძნება მოდის, რომ ამ ადამიანმა გამოგფიტათ, დაიცალეთ ემოციებისგან, დაიცალეთ ენერგიისგან, აღარაფერი თითქოს აღარ გაინტერესებთ ამ ადამიანის სიქით და არ გაინტერესებდათ, როდესაც ერთად იყავით. მაგრამ აი აქ რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ კიდე მიუხედავად იმისა, რომ კარმული გაკვეთილი უკვე გავლილი გაქვთ და წესით და რიგით დასკვნები უნდა გამოგეტანათ, მაინც უკან იყურებით. მაინც ამ ადამიანისკენ იყურებით და მაინც სადღაცა კიდევ გაქვთ იმის ეჭვი, რომ დამთავრდა თუ არა ეს ყველაფერი. ეს ჩემო კარგებო, ცალკე განხილვის თემაა და როდესაც ესეთ ისტორიას გაივლით, ჯობია უფრო თემატური ვიდეო ნახოთ, აი ან კარმულ ურთიერთობებზე თუ იმეს აქვს ჩაწერილი, ან მიმართოთ პირად კონსულტაციას, რომ ყველა წერტილი დასვათ თავის ადგილას. და ვნახოთ ენატრებით თუ არა, აი მაინც რაღაცას იტოვებთ, თითქოს აი ერთი რაღაცა, ერთი ნამცეცი, ერთი წერტილი იმედი მაინც ღვივის თქვენში, რომ შეიძლება კიდევ რაღაცა მოხდეს თქვენ შორის და კიდევ დაბრუნდეს ეს ადამიანი. ვნახოთ ენატრებით თუ არა. ენატრებით, ჩემო კარგებო, როგორც ასეთი ძალიან ენატრებით და საქმე იმაშია, რომ ძალიან ძლიერი ვნება, ძალიან ძლიერი ლტოლვა თქვენს მიმართ, აი ფიზიკურ დონეზე ლტოლვაზეა აქ ლაპარაკი, ვნება, ხედავთ,
კუთხეში მიმალულები სიყვარულობენ, ეფერებიან ერთმანეთს, ეს ვნება თითქოს რაღაცა ფორმით შეეცვალა კიდევაც, უფრო სინანულის გრძნობაში გადაუვიდა რაღაც შეიძლება თავისი საქციელები, მონატრებით, ენატრებით, მაგრამ როგორც ჩანს, მისთვისაც ეს გაკვეთილი იყო სერიოზული და რაღაც დასკვნები გამოიტანა. ძალიან ენატრებით. და აი ფიზიკური მონატრება, ფიზიკური ტოლვა სხვა ემოციაში გადაეზარდა. ვისთვის არის ეს ინფორმაცია, მისაღები თვითონვე მიხვდება და ვნახოთ იმპერატორი ჩრდილოვანი მხარით, რადგან უნდა ამოგვეტრიალებინა და ზურგით დაგვესვა. ზუსტად ეს არის იმპერატორის ის ჩრდილოვანი მხარე, სამყარო მის წინ არის, მისთვის არის ნათელი, მზიანი, ლამაზი და ზურგს უკან რაღაცეებს მალავს, ჩემოკარგებო, მალავს თითქოს 7 გაწონასწორებული, მაგრამ მალავს რაღაც შინაგან ცეცხლს, მალავს კომპლექსებს, მოკლედ ეს გამონათქვამი რომ ყველას თავის ტარაკნები ყავსო, ზუსტად აი ამ ტარაკნებს მალავს და თქვენს წინაშე დღეს ამ გაშლაში თქვენი იმპერატორი წარსდგა ესეთი თავისი ტარაკნებით, ეგოცენტრულობით, ანუ იმპერატორის უარყოფითი თვისებებით. ვნახოთ რა ხდება თქვენ შორის. დიდი манипуляტორი, ძალიან შეხედეთ ყველა კარტი ამოვიდა ჩრდილოვანი მხარით, ანუ ზურგით დგანან გმირები, როცა დასტაში უამრავი კარტია, რომელიც პირით აქეთ იყურებიან, ხო და აჩეხვის დროს ვაღრუნებ. ეს არის ძალიან ორპირი ადამიანი, ჩემო კარგებო, ბევრი შეიძლება ძალიან ცუდი თვისებებით არ იყოს წარმოჩენილი ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან იდუმალი ადამიანი და ურთიერთობა ქონათ აი გაურკვეველ ტიპთან. აი ესე ვიტყვი, ქალბატონია თუ ბატონი, გოგო თუ ბიჭი, გაურკვეველი პიროვნება, რომელიც საგონებელში ჩაგაგდებს, ძალიან ჭკვიანი, ძალიან განათლებული, დიდი გამოცდილების მქონე, აი მესამე ვარიანტი არავითარ შემთხვევაში არ იქნება ახალგაზრდა თაობისთვის და ბავშვებისთვის, აი თინეიჯერებისთვის და საერთოდ ზოგადად ჯეზი თაობისთვის ეს უფრო 30-ზევით და მეტი პიროვნებებისთვის იქნება გაშლა მისაღები, რადგან აქ ძალიან დიდი გამოცდილება იგრძნობა ცხოვრებისეული, იმპერატორიც გვაჩვენებს იმას, რომ აქ უფრო ასაკოვან ადამიანზეა ლაპარაკი, მთლიანად რაღაც ეგოცენტრული მახასიათებლებით გამორჩეული პიროვნება, შეიძლება იცის თავის ფასი და იმიტომ, მაგრამ გადაჭარბებითაც აფასებდეს. და ძალიან საინტერესოა რა მოხდა თქვენ შორის, აი ძალიან იდუმალი ჯოკერი გადმომიხდა, მოდის უფროსი არკანების სულ. დღეს თითქოს ნულზეა თქვენი ურთიერთობა დასრულებული, მაგრამ ეს ურთიერთობა რაღაცა კონფლიქტით, აი ესე ვიტყოდი, კონფლიქტით, ჩხუბით, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებებით და ასე შემდეგ არ დასრულებულა, შემოკარგებო თქვენი ურთიერთობა ამ ფორმით, იყო რაღაცა გაურკვეველი სტაგნაცია. ჩვეულებრივად იყო გეგმები, მიმოწერა რაღაც და ერთ დღეს დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ რატომ წარმოდგენაც არ გაქვთ? ვერ გარკვეულ ხართ, მოკლედ შემოკარგებო, აი მესამე ვარიანტი ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაშია. რატომ მოხდა ამ ურთიერთობის ეს ერთბაშად დასრულება? არ განვიხილავთ ახლა დეტალებს, რადგან არის საჯარო გაშლა, შეიძლება სპეციალურად გაშლა გავაკეთო, აი რაღაცა ფორმა მოუძებნო, რაღაც ჩარჩოებში ჩავსვა და ეს თემა, რომ რატომ ესე როცა გაურკვეველი წასვლა ამ ადამიანის, მაგრამ აქ პირადი კონსულტაცია ყველაზე უპრიანი იქნება. გაურკვეველი წასვლა. ადამიანი, რომელიც რაღაცა ხელშესახები მიზეზების გარეშე, ჩხუბის გარეშე აუხსნელად, აი ერთ დღეს უცებ შარზეა რომ ვიტყვით, დაყვირდა რაღაცა მიზეზი მოგიდოთ, გამოგონილი რაღაც მიზეზი შეიძლება და უბრალოდ აი იყვირა, იჩხუბა, ცოტა აგრესიულად წავიდა ცოტა, მაგრამ არ იყო ეს თქვენ შორის დიდი კონფლიქტი, აი გაბრაზა, გაიჯახუნა კარები და წავიდა. ძალიან უცნაური ისტორია და მაინტერესებს აი მესამე ვარიანტმა კომენტარები, ვისთვისაც რეზონირდა კომენტარში თუ დაწერთ თუ აი ესეთი წასვლა იყო ნამდვილად, აი
გაიბრახუნა კარები და წავიდა დაქტოვად გაუგნებული, არავინ ვერ მიხვდით რა მოხდა. და დღემდე საგონებელში ხართ, არ იცით სინამდვილეში რა მოხდა. ვნახოთ აბა ენატრებით თუ არა ამ ადამიანს. ჩემო კარგებო, აი აქ კითხვაზე ენატრებით თუ არა, ენატრებით რაღაცა მომენტი არის მონატრების, მაგრამ ძალიან რთული განსამარტია იმ თვალსაზრისით, ეხლა მე რასაც ხედავ და რასაც ვგრძნობ, რამდენად სწორი იქნება ყველასთვის, როგორი მისაღები იქნება ეს პასუხი, მაგრამ აი თითქოს თქვენს კითხვაზეც მივიღე პასუხი, რატომ წავიდა. იმდენად რთული ადამიანია პიროვნულად და კონტროლის მოყვანილი, იმპერატორი ტყუილად არ დაგვიჯდა ზურგით აქ, რომ შეიძლება თქვენს მიმართ გაჩენილმა ემოციებმა და მიჯაჭვულობამ, ვნება აქვს, ფიზიკური ლტოლვა აქვს ძალიან სერიოზული. აი მონატრების ეს ფორმა აქვს. მაგრამ აი თითქოს აი ამის გამო ბრაზობს და მტრად გთვლით. ეს უცნაური ის არის, შეიძლება ზოგადად ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ თავს თქვენთან, აღარ იყო, იმიტომ რომ შეცვალეთ თქვენ როგორც პიროვნება, რაღაცა მომენტებში შეცვალეთ და ეს ცვლილებები რო შეამჩნია საკუთარ თავს, მაგაზია მე მგონი გაბრაზებული, თუ არ ვწდები, ძალიან საინტერესო იქნება აი ეს მესამე ვარიანტის პირადი კონსულტაცია მართლა. ძალიან რთულ ადამიანთან ქონიათ საქმე, როგორც ჩანს და ენატრებით, ნამდვილად ენატრებით, მაგრამ ძალიან ბრაზობს. წავიდა სიცარიელეში. მე ეს მაინტერესებდა, რატო თქო და ის წავიდა სიცარიელეში. არავისთან არ გაქცეულა, თუ ვინმეს ესეთი ეჭვი აქვს და რეზონირდა მესამე ვარიანტი, არ უღალატია, არ გაქცეულა ვინმესთან, წავიდა სიცარიელეში. და აი ახლა სიცარიელია მის გარშემო. შეიძლება უამრავი ადამიანი ყავდეს ახლოში, მაგრამ სინამდვილეში მარტოსულია და სიცარიელეშია. აი ესეთი უცნაური გამოგვივიდა მესამე ვარიანტი, მე კიდევებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ველოდები გამოხმაურებებს და მოწონებებს.